ჯერ მოგესალმებით ყველას მეგობრულად და ვაგრძელებთ მსჯელობას რელიგიის მეცნიერების როგორც აკადემიური საგნის შესახებ. დღევანდელი ანუ რიგით მეორე საუბარი პირველის ორგანული გაგრძელებაა. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ შევხვდით აქ საჯარო ბიბლიოთეკაში და ვისაუბრეთ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების რაობის, გენეზისის და მეთოდოლოგიის საკითხებზე. ამ ახალგაზრდა მეცნიერული დისციპლინის ადგილისათვის ზოგადად დასავლურ აკადემიურ სივრცეში და კონკრეტულად ამ სივრცის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ოჯახში. ვინაიდან ლექციის მსვლელობისას ერთობ უცებ იწურება დრო და ვერ ვასწრებ წესიერად ვერც მადლობის თქმას და ვერც ნასაუბრალი თემის შეჯამებას, სამადლობეს და შეჯამებას თავიდანვე მოგახსენებთ. მადლობას ვწირავს საჯარო ბიბლიოთეკას ჩემთვის ბოძებული ამ შესანიშნავი თვით რეალიზაციისათვის, ქალბატონ მაია შონიას და რასაკვირველია სათავეს ბატონ გიორგი კეკელიძეს. ამჯერად ბატონ ბაადა შამუგიას, ასევე და ბატონ მოდერატორს თავისთავად ცხადია, რომელსაც უკვე მეგობრად თვლიდა სიამოვნების წირავ მას მეგობრულ მადლობას. ბატონ დავით ჯინიგაშვილს. ჩემი დღევანდელი ლექციის ძირითადი მიზანია გერმანულენოვანი, გერმანული და შვეიცარიული ნიმუშების მიხედვით, რაც შეიძლება ცოცხლად გაჩვენოთ რელიგიის მეცნიერება მის სასწავლო პროცესში, მისი პროგრამა, სემინარები, თემები და პროფილი. თან ვიახლე ორი სტანდარტული წიგნიც, რითაც იქ სტუდირებენ რელიგიას შეისწავლიან, იკვლევენ და რელიგიის ცოდნის პროფესიას ეუფლებიან. ამ წიგნების შინაარსზე ბოლოს შევჩერდები, თუ დრო შემოგრჩება. ეს არის რელიგიოლოგიის ძირითადი ცნებების სახელმძღვანელო 5-ტომეული, გამოიცა 1988-2001 წლებში იმ უნივერსიტეტში, სადაც მე რელიგიაცოდნის პროფესიას ვეუფლებოდი. ხოლო ეს არის უბრალოდ რელიგიოლოგია ეწოდება რელიგიოს ვისენშაფტს, გამოცემულია ერთი ნორვეგიელი რელიგიაცოდნის მიერ, ახალი წიგნია 2012 წელსაა გამოცემული და ეს გვიჩვენებს ჩვენი საგნის პროფილს. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ძირითადი გერმანული ლიტერატურა, გერმანული პროფესორების თვალსაზრისით თავმოყრილია 29 სტატია სხვადასხვა თემებზე. თუ დოდახშა, როგორც გითხარით, ბოლოს დაუბრუნდებით ამ წიგნებს. ასე გამოიყურება ჩვენი სამეცნიერო ლიტერატურა, გნებავ დაათვალიერეთ უბრალოდ შეეხეთ ხელით, ვიცი რომ საქართველოში ეს ჩემს მეც არავის არაბადი ასე ვთქვათ და ამ ბედნიერებას ეზიარეთ თქვენს. ჩემი აზრით. ახლა გავიმეორებ და გავმეორდები ერთხელაც, რადგან ამის საჭიროებას ვხედავ, ჩემი მიზანია ეს მეცნიერება წარმოგიდგინოთ ისე, როგორიცაა ეს სინამდვილეში. და არა ისე, როგორც ჩვენში წარმოუდგენიათ. და ამ საგნის ორიგინალური რაგვარობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი და თუ გნებავთ ამდენი ასპექტია სახელმწიფოებრიობა. მიმაჩნია, რომ წინა ლექციაზე ეს თეზა, ანუ რელიგიის მეცნიერების სახელმწიფოებრივი საჭიროება გასამკვეთრებელი დამრჩა. ამრიგად, ერთხელაც მინდა გაჩვენოთ რელიგიის მეცნიერება როგორც არამხოლოდ პიროვნული თუ საზოგადოებრივი შემეცნების და მეცნიერული მოღვაწეობის ობიექტი და სფერო, არამედ ასევე სახელმწიფოებრივი ინტერესის საგანი. ეს აშკარად გამოჩნდა ჰაიდელბერგში ამასწინათ შეკრებილი სპეციალისტების კონფერენციაზე გამოსული მეცნიერების, ხელოვნების და კვლევის მინისტრის შესავალ სიტყვაში. ვინაიდან ეს სიტყვა წინა ლექციის ოფიციალურ ვიდეო ვერსიაში ვერ მოხვდა, განმეორებით და დაჟინებით შემოგთავაზეთ ამ ტექსტს და მყისვე დაუბრუნდებით საკუთრივ დღეისათვის მომზადებულ საკითხებს, როგორიცაა რელიგიის მეცნიერების თვალსაჩინოება, სახეები, თემები და დისკურსი, თეორია და ყველაფერი, რადგანაც კი დღეს საუბარს მოვასწრებთ. მასშტაბსადამე ჯერ ციტატა მეცნიერების, ხელოვნების და კვლევის მინისტრის სიტყვიდან. ისეთი ფენომენები, როგორიცაა სიწმინდე და გენია, განსაზღვრებას ანუ დეფინიციას არ ექვემდებარება. მაგრამ საზოგადოებრივი დებატები მიგრაციის, ინტეგრაციის, ტოლერანტობის და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ საჭიროებს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დეფინიცია. ძალიან ხშირად რელიგია გამოიყენება იმ ექსტრემისტული პოზიციების გამოსახატავად, რომელთა მიზანიცაა კულტურული თანაცხოვრების პლურალიზმთან ბრძოლა. რელიგიის მეცნიერება იკვლევს რელიგიას კულტუროლოგიური ასპექტით და მოაქცევს რამით თავის ფოკუსში რელიგიის კულტურულ მრავალფეროვნებას, ქმნის და ავითარებს ჩვენი საზოგადოებისათვის საჭირო ცოდნას
რელიგიურ-კულტურული ინტერაქციების, რელიგიის შეცვლილი როლის, რელიგიური მინორიტეტების შესახებ და ასე შემდეგ. ამით რელიგიის მეცნიერება წარმოაჩენს თავს როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო დისციპლინა, რომელსაც შეუძლია მეტად ღირებული რეკომენდაციები გასცეს საზოგადოებრივი პრაქტიკის, საგანმანათლებლო სისტემის, ინტერკულტურული, ტოლერანტული და სხვა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საკითხებში. ციტატის დასასრული. მოგეხსენებათ ნებისმიერი სამეცნიერო დარგის, როგორც ავტოდიდაქტური, ანუ არაინსტიტუიზირებული და ასევე აკადემიური, ანუ ინსტიტუიზირებული არსებობის პირველი და უმთავრესი მიზეზი და გამართლება მისადმი, გულისხმობდა მეცნიერებისადმი ადამიანური და პიროვნული ინტერესია და სხვა დამატებით არგუმენტს არ საჭიროებს. მაგრამ რადგან ხშირად მეკითხებია, ხოლმე თუ რა სარგებელი მოაქვს რელიგიის მეცნიერებას, მახსენდება ხოლმე იმერული ესკიზები, ამიტომ დამატებით არგუმენტებსაც ვიმარაგებ ხოლმე და ერთ-ერთ არგუმენტად ამჯერად გერმანელი ქალბატონი მინისტრის სიტყვა გამოვიყენე. ამრიგად, რელიგიის მეცნიერების აკადემიური გოლი გარდა პიროვნული, პროფესიული და წმინდა შემეცნებითი ინტერესებისა, დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმალურ და ცივილიზებულ ფუნქციონირებასაც ემსახურება. და ამ მიმართებითაც ისევ სახელმწიფოებრივი მოწყობის კონცეფციის მიხედვით საჭირო ფაქტორადაა მიჩნეული. აი ეს გერმანელი მინისტრიც თავის ორიგინალური სიტყვით შეგიძლია დაათვალიეროს. ვიზუალურად ეს არის ბადენ-ვიურტემბერგის მინისტრი ქალბატონი ტერეზა ბაუერ. აი შეგიძლიათ ბატონო დავით, ესაა გერმანული სიტყვა. თუ იმეს დასჭირდება ეს სიტყვა ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში სახელმძღვანელოდ, შემიძლია დიდი სიამოვნებით გადავცე. მადლობთ. ახლა გადავდივარ მთავარ საკითხზე. ეს იყო ბმული, ასე ვთქვათ, წინა ლექციასთან და განკვეთრება იმ საკითხისა, რაც მე მინდოდა განსაკუთრებით მეჩვენებინა. სანამ თემების, სემინარების და პროექტების განხილვას დავიწყებდეთ, სურს თვითონ რელიგიის მეცნიერების პერსონალური პორტრეტები გიჩვენოთ. შევადგინე 21 საუკუნის ცნობილი რელიგიათმცოდნების ფოტოკოლაჟი, რაშიც რასაკვირველია ჩემი ინფორმატიკოსი ვაჟი ნიკოლო ზუძილაური დამეხმარა და რასაც დიდი სიამოვნებით გაჩვენებთ. ამ 101 აქტიურად მოღვაწე და ინტერნაციონალურ არენაზე ცნობილი მეცნიერის შესახებ ინფორმაცია სათანადო საგნობრივ ლიტერატურაში მოიპოვება და ეს ცნობილი სიაც უბრალოდ მეცნიერული მოღვაწეობის კვალობაზეა შედგენილი. სულ 103 მეცნიერი იყო, ორის ფოტო რატომღაც არ აღმოჩნდა, ამიტომ აი ამ 101 მეცნიერის ფოტოს მე დიდი სიამოვნებით გაჩვენებთ, აგერ ასე გამოვიდა ვიზუალურად. ეს ჩემი პატარა სიურპრიზია თქვენთვის და შეგიძლია დაათვალიეროთ. ისი რატო ადი? შეიძლება ეს რელიგიის ყველაზე ცნობილი მკვლევარები არიან. ამ ერთს განსაკუთრებული პატივი ხვდა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი პროფესორი, ჩემი მასწავლებელი, ჩემი დოქტორ ფათერი, რომელმაც ჩამიტარა გამოცდა და მივიღე უმაღლესი შეფასება ერთი. კონკრეტულად რელიგიის სოციოლოგიაში მუშაობს დოქტორ გუნთერ ჩერერ თუბინგენში. აი ასე ბატონო დავით შეგიძლიათ გადაათვალიეროთ. შეიძლება სახეებზე იცნობთ და ასე შემდეგ. რაღაც წინაზე უფრო მეტად ქალი პროფესორები ჭარბობდა და ეხლა ისინი იყვნენ ბატონო დავით უბრალო თანამშრომლები, ზოგიერთი მაგისტრი იყო იმ უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის ინსტიტუტში. და აქ არიან დიდი ცნობილი პროფესორები, შეიძლება სახეებზე ზოგიერთი იცნოთ, რომლებიც რელიგიას იკვლევენ. ყველა რელიგიათმცოდნე არა აქ შეგიძლია იცნო, ეთნოგრაფი, დიდი ეთნოგრაფი რამდენიმე ამოიცნოთ, არ რელიგიის ფილოსოფოსი და ასე შემდეგ. ასევე თქვენ გახსოვთ, რომ წინა ლექციაზე წარმოგიდგინეთ იმ 30 გერმანულენოვანი უნივერსიტეტების სია, სადაც რელიგიოლოგიას ვამბობ ამჯერად, ეს პარალელური ტერმინებია, რელიგიოლოგია, რელიგიის მეცნიერება, რელიგიათმცოდნეობა. მე ვამკვიდრებ ამას პარალელურად პლურალიზმის სახით, რომელი ტერმინის და რომელიც ცნებაც გაიმარჯვებს და აინას დარჩეს გამარჯვებს. არ ვიცი საქართველოში რელიგიის შტადის ეწოდება გერმანულად, ინგლისურად, გერმანულად Religionswissenschaft,
ფრანგულად უბრალოდ რელიგიის მეცნიერება ეს მრავლობითი ქართულია რელიგიათმცოდნეობა ჯერჯერობით ხმარებაში და ვნახოთ, ჩემი აზრით ჯობია რელიგიოლოგია. ვნახოთ, რომელი სიტყვაც გაიმარჯვებს და იმან გაიმარჯვებს. რატომ ჯობია ჩემი აზრით? კეთილხმოვანია. ფილოლოგია, რელიგიოლოგია. რელიგიის დაფუძნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ფილოლოგებს. ჩვენი საგნის მამა გახლავთ ფილოლოგი ფრიდრიხ მაქს მიულერი. ხო, და ტექსტები უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში, ფილოლოგიური მარაგი უნდა გქონდეს და ცოდნა, განათლება და ნიჭი აუცილებლად, თორემ ისი ალბათ კარგი რელიგიათმცოდნე ვერ შედგებით. ჩემი აზრით გამოცდილებაც ასეთია საერთოდ ინტერნაციონალი. მაშინ სადამე დაუბრუნდებით ისევ თემას. წინა ლექციაზე გიჩვენეთ იმ 30 გერმანულენოვანი უნივერსიტეტების სია, სადაც რელიგიოლოგია როგორც სპეციალობა, რომელსაც სტუდენტი შეიძენს, ხაზს უსვამთ როგორც სპეციალობა და არა როგორც მხოლოდ საგანი. ამას გერმანულად ქვია სტუდიენგანგ, ანუ განათლება. იქ წარმოდგენილია ძირითადად ინსტიტუტების სახით. ეს ინსტიტუტები განლაგებული და განწესებულია ძირითადად ფილოსოფიის ან კულტუროლოგიის ფაკულტეტზე, ასევე თეოლოგიურ ფაკულტეტებზე, ძირითადად პროტესტანტული თეოლოგიის ფაკულტეტზე, მოგესწრებათ პროტესტანტული თეოლოგიის ლიბერალური ხასიათიდან გამომდინარე. ის ძალიან შთამბეჭდავი სია იყო, მაგრამ ესაა ინსტიტუიზირებული რელიგიოლოგიის მხოლოდ გერმანული ნაწილი. დღევანდელი საუბრის თემა ეს აღარა, მაგრამ აქვე უნდა აღენიშნოს, რომ მაგალითად საფრანგეთში ჩვენი საგანის სექციების, ანუ ფაკულტეტების სახით უფრო შთამბეჭდავა და მასშტაბურადაა წარმოდგენილი და მე იმედი მაქვს, რომ როდესაც მომეცემა საშუალებაც ვისარგებლო ამ ფრანგული სკოლის შესახებაც. სორბონაში ძალიან მასშტაბურადაა წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული მეხუთე სექციის სახით, გვერდებს შეგიძლიათ ეწვიოთ და ოდესმე ამაზე ვისაუბრებ და ამასობაში ალბათ ფრანგულსაც კარგად შევისწავლე, ანუ დავამხეცებ. ხო. ახლა გერმანული უნივერსიტეტების ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყეთ, მაგრამ პროფილის განსაზღვრის მიზნით თვალშევავლებთ იმ შვეიცარიულ უნივერსიტეტებს, სადაც რელიგიოლოგია თავის აკადემიურ უფლებებში სრულადაა წარმოდგენილი. აი ეს პატარა შვეიცარიაში განსაკუთრებულ აღმავლობას და ბუმს განიცდის ეს მეცნიერება და იქ შეიძლება რომ 7 უნივერსიტეტში შევისწავლოთ ეს მეცნიერება, დავეუფლოთ და გავხდეთ პროფესიონალი რელიგიათმცოდნე. აი ამ ქალაქებს ჩამოვთვლით და აქ თვითონ აქვთ ამათ თავიანთი ანოტაცია და რამდენადმე პატარა მოკლე თარგმანი გავაკეთე და ამასაც მოგახსენებთ ყველაფერს. ეს ქალაქებია ბაზელი, ბერნი, ფრაიბურგი, ჟენევა, სადაც ფრანგულადაა. ფრიბურგი. Pardon? Ფრიბურგი? ხო, ხამ ფრაიბურგს ეძახიან, ხამ ფრიბურგს. ვიღებამ შენიშნავს სწორია. გერმანულად ფრაიბურგი, შვეიცარიული გერმანული ფრიბურგია, ხო, ფრაიბურგი. ხო. ხო, ახლა ლირიკული გადახრება გავაკეთეთ, როდესაც შვეიცარიაში ვიყავ, ისეთ გერმანულით საუბრობენ, რომელიც სკოლაში მისწავლიებენ. მეთქი ესენი ხუმრობენ ერთმანეთთან. მართლა ასეთი თიელის გერმანული იყო ნამდვილი. და ლუზანი ასევე ფრანგულად, ლაუზანი და ლუცერნში და ცურიხში. აი რა ხდება ბაზელში. ბაზელი გვთავაზობს ბაკალავრის და მასტერ სტუდიებს. აქცენტუირებულია რელიგიის ევროპულ ისტორიაზე, რელიგიის თეორიაზე და რელიგიის ეკონომიკაზე. ჩვენი მეცნიერული დისციპლინა აქ ორ ფაკულტეტზეა განაწილებული, ფილოსოფიისა და თეოლოგიის. ეს თვითონ მათი ანოტაციებია ამ უნივერსიტეტების და ამ საგნის და თან აი უნივერსიტეტის ფოტოცა. და ასე შეგიძლია დაათვალიეროთ ეს ყველაფერი, მე აქ თვალსაჩინოების სახით, რომ მინდა რომ ყველაფერი ასე ვთქვათ, ძველი ქართული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, სარკითა და სახით წარმოვიდგინოთ. უშუალო, ძალიან ცოცხლად. ბერნში აქცენტი გადატანილია სამხრეთ აზიურ რელიგიურ სამყაროზე. და აქ ასევე შეიძლება მაგისტრის ხარისხის მოპოვება. საგანი რელიგიის მეცნიერება განთავსებულია ფილოსოფიურ ისტორიულ ფაკულტეტზე. ძალიან მნიშვნელოვანი ეს ფილოსოფიურ ისტორიულ ფაკულტეტი ერთად ყოფილა ფრიბურგში, როგორც ბატონი დავითი ბრძანებს. ფრიბურგი ორივე ენაზე გვთავაზობს რელიგიის მეცნიერების სპეციალობას, ფრანგულადაც, გერმანულადაც, ბაკალავრის დონეზეც და ასევე მასტერს, მესწრ. ოღონდ ეს მასტერი კულტურასთან და პოლიტიკასთან კოოპერაციაში შეიძლება მიიღოთ. მასტერის ხარისხი. აქცენტი აქ დასმულია თანამედროვე პრობლემატიკაზე,
რელიგიის სოციოლოგიაზე და ისლამის ევროპულ და ამერიკულ ჰაბიტუსებზე. აქ ჩვენი საგანი განლაგებულია, განთავსებულია ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. აი ეს ორი ბერლინისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტები შეგვიძლია შეავლოთ თვალი უბრალოდ. თვალსაჩინოებით ამ დიდი მადლობა მსავსი აუდიტორიისთვის ქალბატონ მაიაშვილის კიდევ ერთხელ. რა ხდება ჟენევაში? ჟენევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რელიგიის მეცნიერების მეთოდებს და თეორიებს, შედარებით რელიგიათმცოდნეობას, ეგვიპტურ რელიგიებს და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან ერთობლივ მუშაობას. მოგესალმებით, რომ ეთნოგრაფია და რელიგიათმცოდნეობა, ასე ვთქვათ, როგორც გერმანულად ითქმიან, მეზობელი დისციპლინები არიან. მომიჯნავე დისციპლინები, სწორია და რომ გერმანიაში სწავლა არის ახლა გადავაკეთე კომბინაციური სწავლა, რაღაცა მაგისტერ არტი, როდესაც მიავიღე, მეორე საგანიც უნდა აირჩიო, ორი მთავარი საგანი, ან ერთი მთავარი და ორი დამხმარე საგანი და ასე კარგი კომბინაცია რელიგიათმცოდნეობა და ეთნოგრაფია. ასე ვთქვათ, ეს ავტოქთონური და არქაული რელიგიები. ასევე კარგი ამას ცოტა გადახვევა, მაგრამ კარგი კომბინაცია რელიგიათმცოდნეობა და სოციოლოგია. ნასაკვირველი. ლუზანა, ეს ფრანგულენოვანი, ამ უნივერსიტეტის თავისებურება ისაა, რომ ინტერფაკულტეტია სახელწოდებით ფრანგულად. ამას ამ ფაკულტეტს ეწოდება თეოლოგიისა და რელიგიის მეცნიერების ფაკულტეტი, ფრანგულიდან რომ თარგმნოთ ზუსტად. ეს რასაკვირველია, მე ძალიან მოკლედ გეუბნებით, ეს კონცეპტუალური სხვა რაღაცაა, როცა თეოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტი ერთად. რელიგიის მეცნიერების ფაკულტეტი. აი ეს ერთ-ერთი მოდელია. თუ კიდევ საქართველოს უწერია ამ საგნის შემოღება, როგორც აკადემიურ დისციპლინისა, რომელიმე მოდელს აიჩევს, რასაკვირველია და არ უნდა გაკეთდეს, ასე ვთქვათ, მეცნიერული სუროგატი და დასავლურ სამყაროსთან კონტაქტის გარეშე. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვიცით ეს საგანი უკვე და ჩვენ რელიგიათმცოდნეები. მიუხედავად იმისა, რომ თავის სპეციალობა შეიძლება ძალიან კარგი სპეციალისტები არიან ჩვენთან ფილოლოგები, სოციოლოგები, თეოლოგები, რომლებიც ასევე რელიგიის საკითხებზე მუშაობენ ზოგადად. მაგრამ თავისთავად რელიგიათმცოდნეობა უკვე სხვა რამე. ხო, აი ასეთი თეოლოგიისა და რელიგიის მეცნიერების ფაკულტეტი. აქ შესწავლის საგანია სხვათა შორის ასევე ანტიკური რელიგიები, მარგინალიზირებული რელიგიები, რელიგიური პლურალიზმი და სხვა. ჟენევა და ლუზანაც აგრეთვე ვიზუალურად თუ გნებავთ იხილეთ. გავაგრძელებ ჩავალ ამ ბოლომდე ამ შვეიცარიული უნივერსიტეტების ლუცერნი, რაც გვთავაზობს ლუცერნი ბაკალავრის და მასტერის პროგრამებს. აქ დგას თანამედროვე პრობლემატიკა დღის წესრიგში, როგორიცაა მაგალითად რელიგია და მიგრაცია. რელიგიის მეცნიერება კულტუროლოგიურ, სოციოლოგიური ფაკულტეტის ბინადარია. ხომ ხედავთ სხვადასხვა ფაკულტეტებში სხვადასხვა კონცეპტუალური გააზრებები. მე ძალიან მოკლედ ამ თარგმანებს გთავაზობ. ციურიხში რა ხდება? ციურიხში აღებულია ინტერდისციპლინარული მიმართულება, ყურადღების ცენტრშია რელიგიის თანამედროვე კულტურები. აი გერმანულად ასე ჟღერს რელიგიოზე გეგენვარცკულტურენ. და სისტემატური რელიგიათმცოდნეობა ასევე ყურადღების ცენტრში. აქ ასევე ეძებენ მასწავლებლის კვალიფიკაციას დამატებით. დასავლეთ აზიისა და მედიტერანული რელიგიები აქ შესწავლის პატივში, განსაკუთრებული შესწავლის პატივში, ასევე აზიისა და ევროპის რელიგიური ურთიერთობები. ვაიზიბლური რელიგია, რიტუალის შტუდირება და მედიები. აი ეს ჩამთავრდა მასთან და მე შვეიცარიული რელიგიის მეცნიერების პროფილი. შემდგომი ქვესათაური გახლავთ ინტერნაციონალური გაერთიანებები. რა თქმა უნდა, არსებობს რელიგიათმცოდნეთა საერთაშორისო კავშირი, არსებობს გერმანული კავშირი, არსებობს ევროპის და არსებობს შვეიცარიული კავშირი. ამას შეგიძლია სათანადო გვერდებზე ეწვიოთ. ამაზე მოდი არ შევჩერდები ამჟამად დაწვრილებით. რათა მთავარი არ დაგვრჩეს უთქმელი და გადავალთ ასე ვთქვათ ანოტაციებზე, რას ნიშნავს რელიგიის შტუდირება, რას თავაზობენ გერმანული უნივერსიტეტები, როგორ უხსნიან იმ აბიტურიენტებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ თავიანთ პროფესიად აირჩიონ რელიგიათმცოდნეობა. დამწყები ბეჩელავრის ცნობარი გერმანულ უნივერსიტეტში დაახლოებით ამგვარად გამოიყურება.
რელიგიის მეცნიერების შესწავლის საგანია რელიგიები და რელიგიური ორგანიზაციები წარსულსა თუ თანამედროვეობაში. რელიგიებში გულისხმობა მსოფლიო დიდი რელიგიები, მაგალითად ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი და სხვა მცირე რელიგიებიც ასევე რასაკვირველი და მარგინალიზებული რელიგიები და საერთოდ რელიგია როგორც ადამიანური ცნობიერების ზოგადი ფენომენი, რელიგიურობა და ასე შემდეგ. რელიგია მრავლობითში, რელიგია მხოლობითში. რელიგიის წარმოშობა, განვითარება და ანტიკური რელიგიები და ასე შემდეგ. და პრეჰისტორიული რელიგიები და რელიგიურობა და ყველაფერი, რაც კი რელიგიას შეეხება და რელიგიური ცვალებადობები და კარგად მოიხსენებათ, რომ დღეს მოვლენა შეიძლება იყოს არ იყოს რელიგია და ხვალ შეიძლება რელიგიად გადაიქცეს და პირიქით შეიძლება რელიგიამ თავის სახე დაკარგოს და სხვა მოვლენად გადაიქცეს. ეს საუბრის ფართო თემაა. რელიგიის მეცნიერება არაა დაკავებული რომელიმე კონკრეტული რწმენის შინაარსით. იგი რელიგიას განიხილავს როგორც კულტურულ ფენომენს, იგი განაწილებულია ამ საქმიანობისას არაერთ შემადგენელ ნაწილებში, სუბდისციპლინებში. მაგალითად, რელიგიის ისტორია რელიგიების ისტორიულ განვითარებას იკვლევს, ეთნოლოგია რელიგიის ამა თუ იმ კულტურას შორის ურთიერთკავშირს შეისწავლის, რელიგიის სოციოლოგიის ინტერესის საგანია რელიგია და საზოგადოება, ანუ რელიგიის სოციოლოგიური საფუძვლები, რელიგიის ფსიქოლოგიის საგანია რელიგიური გამოცდილება, ასევე მნიშვნელოვანი დარგებია რელიგიის გეოგრაფია და რელიგიის ეკონომიკა. აი ეს იყო ანოტაცია დამკვირვებლის. ახლა შემდეგი მინდა მე გიჩვენოთ აგრეთვე რა პროექტებია ამ რელიგიის მეცნიერების ინსტიტუტებში და უბრალოდ წაგიკითხოთ ის აქტუალური სია, რომელიც ერთ-ერთი დიდი სკოლა ჰაიდელბერგში, რელიგიათმცოდნეობის უნივერსიტეტში და იქ რა პროექტები მუშავდება ამჟამად. უბრალოდ წაიგითხავთ ამას, რათა თქვენი წარმოდგენა და დიაპაზონი უფრო გაფართოვდეს. აი ესეთი გახლავთ მაგალითად ზოგიერთი პროექტი ასე ჟღერს. ძველი ირანის რელიგიები. მოგესალმებით ეს ისლამამდე და ქრისტიანობამდე ძირითადად ზოროასტრული რელიგიები გულისხმობ. მეორე რელიგიის უახლესი ევროპული ისტორია. განსაკუთრებით რელიგიები ინტერნეტში. მესამე რელიგიის რეცენტული, ანუ მიმდინარე ისტორია გერმანიაში, იაპონიაში და შტატებში. ესეთი პროექტია. ბუდისტური წარმოდგენებისა და პრაქტიკების ტრანსფორმაცია თანამედროვეობაში. შემდეგი რელიგიოლოგიის მეთოდოლოგია, თეორია, მონოთეიზმის, პოლითეიზმის კვლევა, რიტუალის კვლევა. მოგესალმებით ეს სამხელა თემა. ვითი და რიტუალი და შემდეგ რელიგიის ესთეტიკის ახალი ხედვები. თუ შეიძლება გაშალოთ აი რელიგიები ინტერნეტში, რას გულისხმობთ აი ეწოდებული ვირტუალური ეკლესიები თუ უბრალოდ ინფორმაცია რელიგიების შესახებ ინტერნეტში? ინფორმაცია და როგორ წარმოადგენენ ვირტუალური ეკლესიებიც, ყველაფერი როგორ წარმოადგენს ესა თუ ის რელიგია თავის თავს ინტერნეტში. საქართველოშიც არის განსაკუთრებულად ამასაკეთებენ მარგინალური ეგრეთ წოდებული სქიზმატური ეკლესიები და ასე შემდეგ, რამდენიმეა ასეთი და ძალიან აქტუალურები არიან. ასე ვთქვათ, მარგინალური იმ თომ ლეგიტიმური ეკლესიის თვალსაზრისით, რასაკვირველია ესეთი. მე მაგალითად ვიცია ესეთი ჯგუფი დიდგორი ქართულ ინტერნეტში. არა, ეს გულისხმობ, თქვათ ვირტუალურ ეკლესიაში გულისხმობ აი ახსარება Skype-ით ან რაღაც ესეთი. თუ უბრალოდ ინფორმაცია ინტერნეტში რელიგიების შესახებ. თვით პრეზენტაცია. ალბათ ყველაფერი, რაც კი ინტერნეტით ხდება, ფაქტიურად ეს რელიგიური პროცესი მიმდინარეობს ინტერნეტის გზით. ახსარებაც და ყველაფერი და თეოლოგიაცაა და ყველაფერი. არ ვიცი, ეს ურთიერთობა, ესე იგი რელიგია რა თქმა უნდა ეს არის კომუნიკაცია, ხო? კოლექტიური ინტერაქციის ფორმა. შენი მოძღვარი გელაპარაკება ინტერნეტის გზით და იქ არის ეკლესია, ასე ვთქვათ. ეხლა მინდა შემდეგ ცოტა ვჩქარობ, იმიტომ რომ თავარი სათქმელი ბოლოსაა და ლექციას სემინარების ნიმუშებიც მინდა წარმოგიდგინოთ. უბრალოდ ეს ჩამონათვალე. ეს ნიმუშები მინდა წარმოვიგინოთ იმ ინსტიტუტის მაგალითზე, სადაც მე ვისწავლე. ეს არის ქალაქი თუბინგენი 2005 წელი. როცა მე დავამთავრე ეს უნივერსიტეტი. აი სემინარები. რა სემინარები გითხებოდა მაშინ.
მაქვს აგრეთვე გერმანული დედანის, თუ რამე დამატებითი კითხვა იქნება, შემიძლია უპასუხო. ასეთი სემინარები, პირველი რელიგიის დასაბამის თეორიები. მეორე სიწმინდის თუ მოწმინდრული წარმოდგენები რელიგიებში. ამ ორივე სემინარს უძღვებოდა პროფესორი ბურქარდ გლადიკოვი. ეს იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი. კლასიკური ფილოლოგი და რელიგიათმცოდნე. შემდგომ გადავიდა შვეიცარიაში სამუშაოდ. მესამე, დაკრძალვის რიტუალები და საიქიუებრივი წარმოდგენები აღმოსავლეთ აზიაში არქეოლოგიური, ისტორიული და თანამედროვე მონაცემებით. მეოთხე, ისლამური მანიქეიზმი. მე ამას ყველაფერს ვკითხულობ, უბრალოდ ჩამონათვალს, რომ რათა გაჩვენოთ რა ფართოა ეს დიაპაზონი და ის თემები, რასაც იქ უბრალოდ სახელზეა რელიგიათმცოდნეობაში. ისლამური მანიქეიზმი. პატრიარქი მოუგვი მეფე ქრისტიანობა წინარე ესლამურ ირანში. მეექვსე ნეობუდიზმი, მეშვიდე სამოთხე და ჯოჯოხეთი, ეს რა თქმა უნდა ყველა რელიგიების მაგალითზე. მერვე მესიანისტური იდეის საკრალიზაცია. მეცხრე სინაგოგის ღვთისმსახურება. მეათე რელიგიოლოგია, რელიგიის ფილოსოფია, ინტერკულტურული სემინარი, ეთიკა და მორალი მსოფლიო რელიგიებში. მე-11 თვითფლობა და თვითდაუკება როგორც რელიგიური ლაიტმოტივები. მე შემდეგი გახლა ტოპოგრაფია, კულტი, საზოგადოება, აღმოსავლური რელიგიების ელემენტები დასაფლავების ქრისტიანულ რიტუალებში. ეს რაღაც როგორც ხედავთ, ყველგან კონკრეტული თემები. ასეთი კურსი მაგალითად რომ აღგო მსოფლიო რელიგიები არ არსებობს ფერმოსით ზოგადი კურსები. ძალიან კონკრეტულია. მე-15 ქარიზმატული მოძრაობები მე-19 და მე-20 საუკუნეებში. მსოფლიო რელიგიები ფილმის სახით ისლამი. მე-17 მემარჯვენეების რელიგია გერმანიაში 1945 წლის შემდეგ. ეს სეკულარული რელიგია. პოლიტიკური მიმდინარეობა განხილველი როგორც რელიგია. რაღაც ამის ნიშნები საქართველოშიც არ მითხრა კონკრეტული იზმები დავასახელებ. მე-18 რელიგიოლოგები პოლიტიკაში ისტორიული და პრაქტიკული ასპექტები. რელიგია და ნათესაობა კავკასიაში. ეს ძალიან საინტერესო იყო აზერბაიჯანის მაგალითზე კითხულობდა ერთი პროფესორი ქალბატონი. მე-20 ქრისტიანული რელიგიების ისტორია და ძირითადი სწავლებანი. 21 მირჩა ელიადე როგორც ლიტერატურული და რელიგიათმცოდნე. მირჩა ელიადე შედარებით ცნობილი საქართველოში რამდენადაც ვიცი და მეც ვცადე გამეცნო პუბლიკისათვის. 22 გახლავთ მინარეთის ჭრდილქვეშ ქრისტიანული უმცირესობები დღევანდელ ისლამურ სამყაროში. ამას კითხულობდა პროფესორი გერიო, ეს იყო სპეციალისტი, ასეთი საგანი იყო იქ Sprachen und Kulturen des christlichen Orients, აღმოსავლური ქრისტიანების ენები და კულტურები. იგულისხმება ეს ეგრეთ წოდებული მონოფიზიტური ასე ვთქვათ ნესტორიანული ეკლესიები ქალდეური საპატრიარქო სირიაში, ეგვიპტეში და ასე შემდეგ, ეგვიპტური, კოპტური, ეთიოპიური ეკლესიები, რომლებიც იტანჯებიან ასე ვთქვათ მინარეთის ჭრილქვეშ. მათი ყოფა ცხოვრება და რელიგიური პრაქტიკა და ყველაფერი. ძალიან საინტერესო სამყარო. ეს იყო ჩემი საინფორმაციო ნაწილი ამ მოხსენებისა. ახლა მინდა გადავიდე მთავარ ნაწილზე, სადაც შევეცდები უპასუხო სწორედ იმ სათაურს, რადგან ასე ვთქვათ ოქროს რტო ეს საგანი და დავიწყებ. უბრალოდ ალბათ ხედავთ, რომ ამდენი ევროპული უნივერსიტეტის შემხედვარენი და გაგიჩნდათ კითხვა და პასუხიც გაგიჩნდათ ალბათ მეცნიერების გენეზისის შესახებ. კითხვა და პასუხი ამჯერად ერთნაირია, რომ რელიგიის მეცნიერება როგორც აკადემიური საგანი, ანუ საუნივერსიტეტო დისციპლინა ოქციდენტალური განვითარების და აზროვნების შედეგია. იგი ევროპული ისტორიის მონაპოვარია, ოქციდენტალური სააზროვნო კულტურის პროდუქტია. რელიგიის შესწავლა, ანალიზი, სტუდირება და კვლევა როგორც დამოუკიდებელი საგანი შემზადდა ისეთი ისტორიული საზოგადოებრივი მოვლენების მიერ, როგორიცაა რენესანსი, რეფორმაცია, ამერიკის და სხვა აღმოჩენები და განსაკუთრებით კი ორი ისეთი დიდი მოვლენა, როგორიცაა განმანათლებლობა და სეკულარიზმი.
სეკულარიზმი უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ადამიანის პიროვნების, ადამიანის ცხოვრებისა და შემოქმედების განთავისუფლებას რელიგიური ინსტიტუტის მეურვეობისაგან. რელიგიის მეცნიერების პროგრამა მთლიანობაში განმანათლებლობის პროგრამისგანაა დავალებული, მისი პირმშუა ცოდნა როგორც უსასოობის, უმეურვეობის და გასაგებიანით რომ ვთქვათ, ადამიანური სიბეჭავის დაძლევის წინაპირობა. რელიგიის მეცნიერება გვაძლევს რელიგიის ცოდნას. რელიგიის ცოდნას კი შეუძლია დაგვეხმაროს იმაში, რომ რელიგიის სახელით ჩაგვრა ავირიგოთ. ასე მოკლედ. რელიგიის მეცნიერების როგორც აკადემიური დისციპლინის დაარსებას მთავარი ბიძგი მისცა და დიდად შეუწყო ხელი უცხო კულტურების აღმოჩენამ, გაშიფრვამ, შესწავლამ ამ მოვლენაზე ღირს საგანგებოდ შეჩერება. რამდენიმე ისტორიულ ფაქტს აღნიშნავთ ამ მიმართებით. ევროპამ 1771 წელს ავესტას პირველი თარგმანი მიიღო ფრანგულ ენაზე. თარგმნელი გახლდათ ერთი სამხედრო კაცი. 1762 წელს ის დაბრუნდა ლაშქრობიდან, სადაც მას სპარსის ზოროასტრის მდლების ნდობა მოიპოვა და თან ჩამოიტანა 180 ავესტური, ანუ ფარსული და ასევე სასკრიტური ხელნაწერები. აბრაჰამ ანქვეტილ დუპერონი ავესტას წინასიტყვაში წერდა. ებრაელების, ბერძნების და რომელების კულტურა ჰუმანისტებისთვის ცნობილია, მაგრამ რჩება ამერიკა, აფრიკა და აზია, რომელიც გაშიფრვას ელია. ციტატის დასასრული. რასაკვირველია, ამ კულტურების შესახებ მისიონერები ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან გვაწვდიან ცნობებს, მაგრამ შემეცნება იმისა, რომ ამ ხალხებსაც შესაძლებელია კულტურა ჰქონოდათ, არ იქნა უცებ სამეცნიერო წრეებში და ევროპულ აკადემიურ კანონში აღიარებული, ასეთი ცვლილება პირველ მე-18 საუკუნის ბოლოდან იგრძნობა. 1785 წელს მიიღო ევროპამ ხაგავად გიტას პირველი ინგლისური თარგმანი გახდა ჩარლზ ვილკინსი. 1786 წელს იულიამ ჯონსმა, ვინც სანსკრიტი ბრაჰმანებთან შეისწავლა, პირველმა გამოთქვა ფრთხილი ვარაუდი ინდური და ირანული ენების ბერძნულთა და ლათინურთან ნათესაობის შესახებ. ეს ვარაუდი ჟღერს შემდეგნაირად. სანსკრიტი, რაც ძველიც არ უნდა იყოს, გასაოცარი სტრუქტურის მქონია. ის უფრო სრულყოფილია, ვიდრე ბერძნული და უფრო მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე ლათინური და შედარებით კულტივირებულია, ვიდრე ორივე. მას ეძებნება ზნის ფუძეებში და გრამატიკულ ფორმებში იმაზე მეტი ნათესაობა, ვიდრე შემთხვევითობის კანონებითა გათვალისწინებული. გოთური და კელტური იგივე ძირს აჩვენებს, რასაც სანსკრიტი და ძველი სპარსული შეიძლება ამავე ოჯახს მივაკუთვნოთ. აი ეს ორი პიროვნება, რომლებზეც საუბარი ასევე ვიზუალურად შეგიძლიათ მიხილოთ. თან ვასურად ხატებ ყველაფერს, სარკითა და სახითა. 1816 წელს გამოჩნდა სანსკრიტის, ბერძნულის და ლათინურის, სპარსულის და გერმანულის პირველი შედარებითი გრამატიკა. ხოლო ეს მნიშვნელოვანი თარიღია 1833 წელს ცნობილი ფრანც ბოპის შემაჯამებელი შედარებითი გრამატიკა, სადაც მან ამ ენების ნათესაობის ყველა მონაცემი შეკრიბა და შეაჯერა. ასე დაგროვდა მასალები და დადგა კომპარატისტიკის ძლევამოსილი ეპოქა. რელიგიის მეცნიერებას დაიბადა უპირველეს ყოვლისა როგორც კომპარატისტული შედარებითი მეცნიერება. სხვათა შორის იმ გერმანულ დეპარტამენტსაც, რომელიც ჩემი როგორც რელიგიათმცოდნის განათლებაზე პასუხისმგებელი, ეწოდება შედარებითი რელიგიათმცოდნეობის დეპარტამენტი. დიახ. ბერლინში მოღვაწე დიდი კომპარატისტის ბოპის დოქტორანტი და მოწაფე გახდათ რელიგიის მეცნიერების დამფუძნებელი ფრიდრიხ მაქს მიულერი, ფილოლოგი კომპარატისტი. როდესაც ფრიდრიხ მაქს მიულერი ამ საგნის პროპაგირებას ეწეოდა, მან იცოდა, რომ მისი მეცნიერული იდეის ხორცშესხმა დამოკიდებული იყო ახალ აღმოჩენებსა და შემეცნებით შედეგებზე. 1867 წელს ის წერდა. ბოლო 50 წლის მანძილზე გასაოცარი გზით სრულიად მოულოდნელად მოპოვებული იქნა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიების ავთენტური დოკუმენტები. ჩვენ ახლა ვფლობთ ბუდიზმის კანონიკურ ტექსტებს, ზოროასტრელთა ზენდავესტაც აღარაა დაფარული წიგნი, რიგვე და სიმნებმა კი გვიჩვენებს თვით ჰესიოდესა და ჰომეროსის მითოლოგიაზე ადრინდელი რელიგიის მდგომარეობა, მესოპოტამიის მიწამ კი დაგვიბრუნა ის სახეები, რომლებიც თავის დროზე ძლევამოსილი სემიტური ტომებისაგან თაყვანისიცემებოდა. ბაბილონისა და ნინევის ლუსულმა წარწერებმა თვით ბალისა და ნისროხის ლოცვები გაგვანდო. აი, ცნობილი ფრანც ბოპი ვიზუალურად. ეს გახლავთ. შეავლეთ თვალი ამ პიროვნებასაც, ბატონო ჩემო. მადლობს. დიახ. აი ამ 50 წლიანი ეპოქის მანძილზე ევროპული ეგრეთ წოდებული მეცნიერული ერების
რამდენიმე დიდი სწავლის, მეცენატის და თუ უბრალოდ დიდი კულტუროლოგიური იდეით შთაგონებული კაცის გზებმა ერთმანეთი გადაკვეთეს. შედგა მათი თანხვედრა და შეხვედრა, რაც ჩვენი სასაუბრო საგრის მეცნიერული ოდისეის ეპიზოდებად მოჩანს. ახლა კი ზოგიერთი ამ ეპიზოდის შესახებ. როცა შთაგონებულმა ეგვიპტოლოგმა ბარონმა კარლ ბუნსენმა პრუსიის ელჩმა სანკრეტის ვილსონთან ერთად აღმოსავლური ინდური კომპანია დაარწმუნა, რომ თანხა გამოეყო რიგვედას გამოსაცემად, შემთხვევით შეხვდა იგი ერთ ახალგაზრდა მეცნიერს და სთხოვა ამ საქმიანობაში ჩაბმა. ეს მოხდა 1846 წელს. ფრიდრიხ მაქს მიულერი მაშინ იძულებული გახდა პრუსიულ საელჩოში შინ გასამგზავრებელი ვიზა დაეკვეთა. მაქს მიულერი შემდეგ იგონებდა ამ შეხვედრას და ბუნსენის ხატოვან სიტყვებს. არა საკმარისი მხოლოდ მადნის გამოტანა მაღაროდან, აგრეთვე გადარჩევა, გასუფთავება და გამოწვრთობა საჭიროა, სანამ იგი მართლაც კაცობრიობის სასარგებლო და ინტელექტუალური საზრდოს ნაწილად გადაიქცეოდეს. ბედნიერი დამტყვევა იყო ისაც, რომ პრუსიელი ბუნსენი წინასწარ იყო ინფორმირებული ალექსანდრ ფონ ჰუმბოლტის მიერ ამ იმედისმომცემი ახალგაზრდა მეცნიერის შესახებ და პირდაპირ ფაქტიურად პრუსიის საელჩოში გადაწყდა. მაშინ არა მხოლოდ ფრიდრიხ მაქს მიულერის მეცნიერული ბედი, არამედ რელიგიის მეცნიერების პერსპექტივაც. როდესაც ბუნსენმა მიულერის ფინანსური პრობლემების შესახებ შეიტყო, შესთავაზა: მე თქვენში ვხედავ საკუთარ თავს ისევ ახალგაზრდას, თქვენთვის გავაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემიძლია, თქვენ ინგლისში უნდა დარჩეთ, სანამ თქვენი ვედების კრებული მზად იქნება და თუ საამისოდ ფული გჭირდებათ, ახლავე დაუმზადებინებ თქვენთვის ჩეკს. შემდგომში ბუნსენის ცოლი ყვებოდა, რომ ამ ორი დიდი იდეალისტის შეხვედრა მისი ქრის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა იყო. აი, ორი დიდი ადამიანის შეხვედრაც, როგორ შეხვდა ხნიერი და ახალგაზრდა ერთმანეთთან, როგორ გადაწყდა მაშინ ჩვენი რელიგიის მეცნიერების ბედი და მომავალი. მე შენში ვხედავ საკუთარ თავს ისევ ახალგაზრდას. ასე დარჩა ფრიდრიხ მაქს მიულერი ოქსფორდში და 1854 წელს მიიღებს პროფესორას თანამედროვე ევროპული ენების სფეროში. დროის რაღაც მონაკვეთში ოქსფორდში მოღვაწეობისას მან ბედად ვერ მიიღო ინდოლოგიის პროფესურა და ეს იყო აგრეთვე ალოგიკური, მაგრამ ბედნიერი წარუმატებლობა. სამაგიეროდ 1868 წელს მან ჩაიბარა შედარებითი თეოლოგიის პროფესურა, რაც ფაქტიურად შედარებითი რელიგიის, ანუ რელიგიის მეცნიერების აკადემიურ ჩასახვას ნიშნავდა. აკად მოგეხსენებათ, რომ აკადემიური საგნის დაბადებად ითვლება წელი, როცა ამ საგნის კათედრა დაარსდება. ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა არა დიდ ბრიტანეთში, არამედ ჟენევაში 1873 წელს. გასაკვირველია, ფრანგულ ენაზე შეგახსენებთ, რომ გათებიც პირველად ფრანგულად გამოიცა. ფრიდრიხ მაქს მიულერს, როდესაც ის ოქსფორდში 1870 წლიდან კითხულობდა შედარებითი რელიგიათმცოდნეობის შესავალს, უამრავი მსმენელი ჰყავდა. და რადგან ყველა ვერ ეტეოდა დარბაზში, წარმოიდგინეთ დაახლოებით ასეთი სიტუაცია, იგი ერთსა და იმავე ლექციას მეორედ კითხულობდა და მას თვით დედოფალმა ვიქტორიამაც კი დასდო პატივი. არის მოწმეები ყვებიან ამის შესახებ, რომ ეს უბრალოდ იყო რაღაც დაუვიწყარი მოვლენა. 1873 წელს შესავალი მან წიგნად გამოსცა, რაც ერთგვარ თავდაცვით ღონისძიებას წარმოადგენდა და რადგან შტატებში ავტორისაგან უკითხავად უკვე გამოიცა მისი ნაშრომი ამავე წელს. ამავე ანუ 1873 წელს მზად იყო წიგნის ფრანგული, იტალიური და გერმანული ვერსიები. ახლა შემდგომი თემა ზოგი რამ საგნის მეცენატების შესახებ. ინსტიტუტიზირების გარდა ეს დაფუძნებული იყო აგრეთვე კერძო შემოწირულებებზე, ამ საგნის განვითარება და ესეთი გახლავთ აგრეთვე ჰიბერტის ლექტურა, რომელიც ფუნქციონირებდა 1878 წლიდან და სადაც 1880 წლიდან ფრიდრიხ მაქს მიულერის კითხულობდა ლექციებს. უფრო ცნობილი კი გამოდგა და რეზონანსული შოტლანდიელი ლორდის ადამ ჟიფორდის ლექტურა. ამ ცნობილმა ლორდმა 80,000 მაშინდელი 80,000 გირვანქა სტერლინგი უანდერძა რელიგიათმცოდნეობას და 1885 წლიდან სიცოცხლეშივე წამოიწყო რელიგიის მეცნიერული შესწავლის დაფინანსება.
მის ანდერჩი წერია, რომ მომხსენებელმა რელიგიაზე ისევე უნდა ისაუბრონ, როგორც ამას თავის საგანში ასტრონომიან ქიმიკოსი გააკეთებდა. ნეიტრალურად, ყოველგვარი რელიგიური მიკუთვნილობისაგან თავისუფლად და ემპირიული საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიის ბაზაზე ლექტორი შეიძლებოდა ათეისტი ან აგნოსტიკოსიც კი ყოფილიყო. ეს ცნობილი ლექტურა იმართებოდა და დღემდე იმართება შოტლანდიის 4 ქალაქში: ედინბურგი, გლაზგო, აბერდენი და სანტ-ანდრევსი. მიულერი კერძოდ გლაზგოში კითხულობდა, ხოლო იმ ცნობილ მოაზროვნეებს შორის, რომელიც აქ მიწვეული იყვნენ, ხედავთ მაგალითად იულიამ ჯეიმს, ჯეიმს ფრეზერს, ვერნერ ჰაიზენბერგს, ვალტერ ბურკეს, კარლ ბარტს, პაულ თილის, ნილს ბორს, ჰანა არენდს და სხვებს. აი მაგალითად 2012 წელს წაუკითხავს აქ ლექცია სარა კეიკლს. ამას ქვია, ლექციას ეწოდება სახელად მსხვერპლის დაბრუნება, ევოლუცია, კოოპერაცია და ღმერთი. ასევე გამართულა აქ ეს ლექტურა 2012-13 წლებში მომხსენებელი ყოფილა სტივენ პინკერ. მე ვასახელებ ხოლმე ცნობილ დიდ მეცნიერებს. სათაურით ასეთი ლექცია იყო ჩვენი ბუნების საუკეთესო ანგელოზები, ძალადობისა და ჰუმანიზმის ისტორია. აქ ყოფილა 2013 წელს ცნობილი ინდუელი მკვლევარი ვილაიანუ რამაჩანდრან ამ მის თემას ეწოდება სხეული და გონი ნეირომეცნიერების მონაცემები. ეს ლექტურების შესახებ. რელიგიის მეცნიერების საჯარო პოპულარობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ასევე 1993 წელს ჩიკაგოში რელიგიების მსოფლიო პარლამენტის დაარსება. ახლა დასკვნის სახით მოგახსენებთ შემდეგს. რელიგიის მეცნიერების წარმატების ფორმულა მდგომარეობდა იმაში, რომ იგი უკვე მე-19 საუკუნეში თავისუფალი აზროვნების სიმბოლოდ იქცა. გამიმეორებ კიდევ. რელიგიის მეცნიერების წარმატების ფორმულა მდგომარეობდა იმაში, რომ იგი უკვე მე-19 საუკუნეში თავისუფალი აზროვნების სიმბოლოდ იქცა. ეს ფაქტი კი მოასწავებდა, რომ განვითარებულ ცივილიზებულ სამყაროს მე-20 საუკუნეში მისი ინსტიტუციონალიზაცია უკვე საყოველთაო გარდაუვალ აკადემიურ ღონისძიებად მოვლინებოდა და იგი მეცნიერების იმ მწვანე რტოდ გადაიქცეოდა, რომლის ხელში ყრობითაც რელიგიის უცხო საიდუმლოებებით ახსოვსა და მრავალფენოვან სამყაროში შესვლა შეიძლება. მე ახლა აღარ შეგაცხადებ თავს ოქროს რტოს შესახებ იმ გააზრებასაც ვირგილიუსთანაა და ცნობილ ჯეიმს ფრეზერთან, ეს ყველა მიცით ენიადებიდან. ენიასი ხელთი ყრობს ამ ოქროს რტოს, მწვანე რტოს და შედის უცხო სამყაროში. ეს ალეგორიულად მომიხმია. ახლა კი ერთი ალბათ ყველაზე უმთავრესი საკითხი პოსტსკრიპტუმ და მთავარი კითხვა, თუ რა პროგნოზი შეიძლება გამოითქვას ამ საგნის აკადემიურ ეტაბლილებაზე ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. რა წინაპირობებია სამისოდ საჭირო ეს კითხეს წინა მოხსენებაზე და რა პროგნოზი შეიძლება გამოითქვას საქართველოში ამ საგნის აკადემიური პერსპექტივის თაობაზე. სხვათა შორის ამ საგნის ოქციდენტალურობა უარსაყოფ და პესიმისტურ არგუმენტად არ გამოდგება. ასევე ოქციდენტალური მოვლენა თვითონ საჯარო ბიბლიოთეკა, სადაც ახლა ვსაუბრობ, ხო? მეთანხმებით გონია მაშინ. ასევე ოქციდენტალური მოვლენა 1850 წელს დაარსებული ოპერის თეატრი, რომელიც ორივე ნაბიჯია ჩვენს ზურგს უკან. აი ამ მიმართულებით და თვით 1918 წელს დაარსებული ქართული უნივერსიტეტიც, ასევე ოქციდენტალური დასავლური მოვლენა, რომელიც ამ ოპერის ცოტა ზემოთ და იქითაა, ხო? მოგეხსენება ჩემზე უკეთ. არ იფიქროთ, რომ ისეთი მიამიტი ვიყო, რომ ამას ანუ რელიგიის მეცნიერების დაარსება შიშველი ხელებით ცდილობდე, მე პირადად. ამ თემაზე მხოლოდ საუბრობ და მაქვს ჩემი პირადი პროგნოზი, რაც მე არსა და რა მომიკითხავს, უბრალოდ ვიგრძელე და დავინახე რაღაც კანონზომიერი კავშირი გათების გამოჩენასა და რელიგიის აკადემიური საგნის დაბადებას შორის. ასე რომ ვიანგარიშო და სიმბოლოთარიღად გათების პირველი თარგმანის გამოჩენა, ანუ 1771 წელი ავიღოთ, გამოვა რომ თვით ევროპაში 102 წელი დასჭირდა რელიგიის მეცნიერების აკადემიურ ფორმირებას და დაფუძნებას, მის ინსტიტუციონალიზაციას.
თარიღები იცით 1771 გათები და 1873, როდესაც პირველი კათედრა აღიმართა შვეიცარიაში, ჟენევაში. ორივე ფრანგულ ენაზე შედგა. ახლა შევადაროთ. ქართულ სინამდვილეში გიორგი ახვლედიანის პირველი შეხება ავესტის გათებთან 1914 წელს შედგა. თუ ამ 1914 წელს ავიღებთ საწყის ეტაპად, მაშინ გამოდის, რომ უკვე დრო ამსაგრის ანუ რელიგიის მეცნიერების აკადემიური საჭიროება ჩვენთანაც იქანას, აღქმული და გააზრებული. ლექციის დასასრული. აი, ამოვიცნოთ თქვენთვის მეჩვენება, რომ ამ მეცენატის სახეც ჯიფორდ ლორდი, რომელმაც დაასპონსორა რელიგიის მეცნიერება, შოტლანდიელი ლორდი, ერთ-ერთი დიდი ადამიანი. ოთხ უნივერსიტეტში ისე შეისწავლოთ ეს საგანი, რომ ამ ლექტურაზე თქვენც მიგიწვიოთ ოდესმე ლექციების დასაკითხად. ეს იყო, რაც დღეისათვის მინდოდა მეთქვა.